გამარჯობათ მეგობრებო. შემოდით ახლა დავისაუბროთ პლანეტარულ ტენდენციებზე, რაც გვაქვს. თან პალოსანტო წმინდა ხეს დავანთებ მეგობრებო. რომ გაიწმინდოს აურა. და კომპიუტერთან შემოვალ, რომ კითხვები ვნახო. პირველი ასტროლოგიური ტრანზიტი, რაც უნდა განვიხილოთ, მეგობრებო, ეს არის, რა თქმა უნდა, პლუტონის რეტროგრადულობა. ანუ 4 მაისიდან, მეგობრებო, გვაქვს პლუტონის, რომელიც არის უზენაესი პლანეტა. პლუტონი არის კავშირში ტრანსფორმაციასთან, გრევასთან, რა თქმა უნდა, გარდაცვალების ენერგიასთანაც, მაგრამ ამავდროულად შიდა ღრმა ტრანსფორმაციებთან და ასე ვთქვათ, თავიდან დაბადებასთან და აღზევებასთანაც. მოკლედ, საკმაოდ საინტერესო პლანეტა, ხო, პლუტონი და ვინაიდან ეს არის უზენაესი პლანეტა, არა მხოლოდ თუ ინდივიდის ინდივიდუალურ გონებაზე და ცხოვრებაზე, არამედ საერთოდ კაცობრიობაზე ექნება გავლენა ამას, ხო? ოქტომბრამდე გვექნება რეტროგრადული პლუტონი 4 მაისიდან. შესაბამისად, რას მოიტანს ახლა ეს პერიოდი? რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული გრევები, მათ შორის ფიზიკურ პლანზე, ანუ შეიძლება იყოს მიწისძვრები, კატაკლიზმები გახშირებული, იმიტომ რომ როდესაც პლანეტა ხდება რეტროგრადული, მაშინ მისი თვისებები, ხო, ჩრდილოვანი, რაც ახასიათებს ამ პლანეტას, უფრო უკონტროლო ხდება. შესაბამისად, ეხლა მოსალოდნელია მეტი манипуляციები დაუშვათ, ხო, ნებისმიერ სფეროში ეს შეიძლება ეხებოდეს თქვენს პირად ცხოვრებას, პოლიტიკას, ხო, მსოფლიო წყობას, ასევე სხვადასხვა კონფლიქტების გაღვივებაც, მეგობრებო, და ამავდროულად პლუტონის რეტროგრადულობა რას მოიტანს? რაც ადრე იყო ფარული, გახდება ნათელი, ხო? ვინაიდან ეს სიღრმისეულ პროცესებთან არის კავშირში პლუტონი, ამიტომ ბევრი ადამიანი გაივლის აიხარ მაშინაგან ტრანსფორმაციას. ვინაიდან მერწყულში გვაქვს პლუტონი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით, ესე იგი, ჩამოთვლით ნიშნებს, აი ვის შეეხება განსაკუთრებით, ესე იგი, საფრთხო პერიოდი, ვისთვის დაიწყო, ხო? რა თქმა უნდა, მერწყულებისთვის, ლომებისთვის, კურუებისთვის, მორილებისთვის. აი ამ ნიშნებისთვის, ამ 4 ნიშნისთვის დაიწყო განსაკუთრებით საფრთხო პერიოდი. იმიტომ რომ იქნება გრანდიოზული გრევები, ტრანსფორმაციები მათ ცხოვრებაში და ისინი უნდა იყვნენ ფსიქოლოგიურად და ემოციურად მზად იმ გამოწვევებისთვის, აი რაც მოიტანა პლუტონის რეტროგრადულობამ მათ ცხოვრებაში, ხო? ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის როგორც პირადი რუკა ვიცოდეთ, ანუ ნატალური რუკა, ამავდროულად ვიცოდეთ მისი ტრანზიტული რუკა, იმისთვის რომ ჩვენ ზუსტი დიაგნოსტირება შევძლოთ, თუ როგორ გამოვლინდება პლუტონის ეს ტრანზიტი ადამიანის ცხოვრებაში ინდივიდუალურად, ხო? ანუ კარგია რომ ვიცოდეთ, დავუშვათ, როგორი ასპექტირება არის ნატალური პლუტონის დავუშვათ, ხო? ამავდროულად მე რამდენი სახეშა თუ საათიც ვიცით, ხო, დაბადების და ტრანზიტების მხრივ, რომელი სახლის ტრანზიტს გადის, რა ასპექტირებებშია სხვა პლანეტებთან, ხო? ეს მნიშვნელოვანია და უკვე ეს განიხილება ხოლმე ერთსაათიან ონლაინ კონსულტაციაზე ჩემთან, ამიტომ შეგიძლიათ ჩაეწეროთ თუ გაინტერესებთ უფრო სიღრმისეულად ანალიზი თუ რა გელით ინდივიდუალურად თქვენ. თუმცა რა თქმა უნდა, აი ამ 4 ნიშანს, ესე იგი რაც დავასახელეთ, განსაკუთრებით შეეხება ეს პლუტონის რეტროგრადულობა, ხო? ამ პერიოდის განმავლობაში. ეს არის შაბლონების რღვევის პერიოდი, ეს არის ომების გამწვავების და გაღვივების პერიოდი, ეს არის манипуляციების გამოაშკარავების პერიოდი, ეს არის შინაგანი ნგრევების და ტრანსფორმაციების პერიოდი, არ არის მარტივი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს პლუტონის რეტროგრადულობა ყველა ამ ჩვენს შავბნელ ჩრდილოვან მხარეს, რისი დამალულად შეიძლება ჩვენი თავის გარს გვინდა, წამოწევს წინა პლანზე. ხო? სანამ იქნება ეს რეტროგრადულობა, ვიმეორებ, იქნება ოქტომბრამდე. ამიტომ საფრთხო პერიოდი, რა თქმა უნდა, არის მაგ მიმართულებით. რაც შეეხება პლანეტარულ ასპექტებს, რაც გვაქვს, ისევ ნარჩუნდება, რა თქმა უნდა, ეს ნეპტუნის შეერთება, ვენერა-ნეპტუნის შეერთება და რომანტიკული და ამავდროულად ცოტა
დეპრესიული პერიოდიც არის მეგობრებო, თუმცა შემოქმედებითი ადამიანებისთვის მშვენიერი პერიოდია, ხო? ამავდროულად სატურნი ნეპტუნის შეერთება გვაქვს და მთელი წლის განმავლობაში იქნება შენარჩუნებული ეს ასპექტი, რაც თავის მხრივ მოიტანს ერთგვარი შინაგანი გამოღვიძების ტენდენციას და ინტუიცია წამოვა თქვენი წინა პლანზე. ამიტომ ეხლა მაქსიმალურად უნდა მიაქციოთ ყურადღების სიზმრებს. ანუ პრინციპში ეს სიზმრების თემატიკა აქტუალური იქნება უკვე მთელი წლის განმავლობაში, იმიტომ რომ სატურნი ნეპტუნის შეერთება, ხო, ანუ ასე მალე არ გადაივლის, ანუ მთელი წლის განმავლობაში გვექნება ეს ასპექტი. ამიტომ მიაქციეთ ყურადღება თქვენს სიზმრებს აუცილებლად. ამავდროულად მეგობრებო, როგორც უკვე აღვნიშნე, მე წინა ლაივით ნახეთ იქ საუბრობდი და წინა ლაივშიც რომ აი 10 მაისის მერე უფრო დამშვიდდება სიტუაცია, თქო, ეს ნამდვილად ასე არის, იმიტომ რომ ის პლუტონის და მარსის აგრესიული ასპექტირებები რაც გვქონდა აპრილის ბოლოდან, ხო, ნელ-ნელა დაიწყო დახშობა, აი უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში აღარ გვაქვს უკვე ეს ნეგატიური ასპექტირებები, ეს მზე მარსის დაპირისპირება რო გქონდა, მზე პლუტონის რამაც სიკვდილიანობა გაზარდა, კონფლიქტურობა გაზარდა, ხო და კი ნახეთ კიდეც რა მოხდა საერთოდ, ხო? არაერთი სროლა და სამწუხაროდ ფატალურადაც დასრულდა ბევრი შემთხვევა, ხო? ამ პერიოდის განმავლობაში ერთადერთი ასპექტი ნარჩუნდება ჯერჯერობით, ეს არის მარსი-პლუტონის ოპოზიცია, რაც რა თქმა უნდა არ არის ისეთი მარტივი ასპექტი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მომატებულ აგრესიას იწვევს მეგობრებო, განსაკუთრებით ვინ უნდა გაფრთხილდეს ლომები, იმიტომ რომ მარსის ტრანზიტი გვაქვს ლომში, ეხლა ხო, ლომები, მორიელები, კურვები, მერწყვლები, აი ეს ნიშნები განსაკუთრებით, ხო, იმიტომ რომ გვაქვს ზუსტადაც რომ აი მარსი ფიქსირებული ხარისხის ნიშანში და პლუტონიც, ხო, პლუტონი მერწყვლში, მარსი ლომში. ამიტომ ამ ნიშნებს განსაკუთრებით ვაფრთხილებ, რომ ეს პერიოდი კარგია, თუმცა ფიზიკური აქტივობები, კარგი არის ამ ენერგიის სუბლიმირება, ხო, რომ აი არ გავხდეთ კონფლიქტურები. განსაკუთრებით კიდევ ვისაც აქვს პირადრუკაში მარსი ლომში დაუშვათ, ხო, ან პირადი პლანეტები ლომში, ანუ გულისხმობთ აქ, როგორც მზეს, მთვარეს, ვენერას, მარსს, მერკურის ასცენდენტს, ხო? ლომში, კუროში, მერწყულში, მორიელში, ხო, ამ ნიშნებიდან რომელიმეში თუ გაქვთ, აი ეს წერტილები პირადი რუკის, ხო, რაც აღვნიშნე. თქვენს გეხებათ ეს, ხო? უნდა მაქსიმალურად დავაბალანსოთ ეს შინაგანი კონფლიქტურობა, აფექტურობა, აგრესიულობა, რომ ამ შემდგომში ეს დესტრუქციულად რომ არ გამოვლინდეს მეგობრებო ეს ენერგია, ხო? პრინციპში ახლა თბილისში მზეც გამოვიდა, შეიძლება უკვე გასეირნებაც, ხო? თუმცა იმ კვირიდან მაინც აჩვენებს, რომ შეიძლება წვიმები გქონდეს. არა, ეს ნეპტუნის შეერთება რო გვაქვს ხოლმე, მაინც ამინცაც ეთყობა ხოლმე, ყოველთვის ხოთაშორის, როცა გვაქვს ეს ნეპტუნის შეერთებები, არის ხოლმე წვიმიანი ამინდები, ეს სპონტანურად, ეს დეპრესიული ვაიბები შემოაქვს, ამიტომ არ მიკვირს ნამდვილად. და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაისი კარგი თვე არის გარკვეული წამოწყებებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ პლუტონი გვაქვს რეტროგრადული, პლუტონი მაინც უფრო კაცობრიობას ეხება და შიდა ტრანსფორმაციებს, ხო? ამიტომ შეიძლება წამოწყებები, ბიზნესის დაწყება დაუშვათ, ხო, ან გაფართოება, უბრალოდ ეს ინდივიდუალურად ითვლება თქვენი დაბადების თარიღის და წლის გამოყენების და საათის თუ ვიცით მშვენიერია. ინდივიდუალურად გამოთვლა, აი რა თარიღებზე თქვენთვის უმჯობესია დაუშვათ წამოწყება ახალი საქმის, ან უძრავი ქონების შეძენა, ინვესტირება დაუშვათ, ხო, ან ბიზნესის გაფართოება. ამიტომ ესეც განიხილება ხოლმე კონსულტაციაზე და გვაქვს კიდევ ასევე წერილობითაც თუ გინდათ რომ გქონდეთ ესეთი სერვისი თარიღის გამოთვლა ქვია, ხო? აი ჩამონათვალი რომ დევს ჩვენს გვერდზე სერვისების დევს, იქ შეგიძლიათ ნახოთ. იქ არის ესეთი პუნქტი თარიღის გამოთვლა წერია. და კიდევ მეგობრებო, დევს კიდეც უკვე ამაზე პოსტი, რომ 40%-მდე ფასდაკლება დაიწყო, ისევ მაისისთვის ფასდაკლებები გვაქვს, მაგრამ დიდი ხანი არ ვქონდა და სულ წერდნენ და გთხოვდნენ, რომ ისევ გაგვეკეთებინათ და გადავწყვიტეთ, რომ მაისისთვის ეს შეთავაზება გავააქტიუროთ. ხო, ამიტომ ყველა სერვისი, ერთსაათიანი ონლაინ კონსულტაცია, ერთი წლის პროგნოზი, პერსონალური კალენდარი, სინასტრი ანუ თავსებადობა პარტნიორთან, ნუმეროლოგია, ბედის მატრიცა, მოკლედ თარიღის გამოთვლა ყველა სერვისზე გვაქვს ახლა 40%-მდე ფასდაკლება და იჩქარეთ, მოასწარეთ შეკვეთა მეგობრებო. სანამ არის ეს აქცია.
რა კითხვა იყო? ეხლავე კომპიუტერით შემოვალ რომ დავინახო პირად კონსულტაციაში რა შედისო. საინტერესო კითხვაა და აქტუალური. ერთსაათიან ონლაინ კონსულტაციაზე თქვენ გაქვთ საშუალება რომ მე გამესაუბროთ პირადად, ანუ გაქვს ჩართები ან WhatsApp-ით ხოლმე ხშირ შემთხვევაში, ან დაუშვათ სხვა დამხმარე საშუალებებით, ანუ შეიძლება ის იყოს Google Meet-ი ან Zoom-ი, მაგრამ Google Meet-ს ვხმარობთ ხოლმე უფრო მეტად, Zoom-ი ჭედავს ხოლმე ეს ბოლო პერიოდი. და ერთსაათიან ონლაინ კონსულტაციაზე რა შედის? ანუ თქვენი პირადი რუკის, ანუ პერსონალური ჰოროსკოპის განხილვა, თავისი რჩევებით. იქ შედის როგორც ფინანსების ანალიზი, პირადი ურთიერთობების ანალიზი, ხო, ანუ თავსებადობაც პარტნიორთან თუ გაინტერესებთ, ხო, სინასტრიად შედის განიხილება. ერთი წლის პროგნოზი, რჩევები დავუშვათ, ხო, პერსონალური, ასევე თუ ჩავეტავით დროში, თქვენი ახლობლების პირადი რუკებით შეგვიძლია განვიხილოთ და განვიხილავთ კიდეც კონსულტაციებზე ამ საკითხს, ხო? ამიტომ ერთსაათიანი ონლაინ კონსულტაცია თქვენი შანსია, რომ პირადად მე გამესაუბროთ და გაიგოთ თქვენ თავზე რჩევები ჩემგან, ხო? და იქ კითხვის დასმის საშუალებაც გაქვთ. აი, ეს პრივილეგია აქვს ამ შემთხვევაში ერთსაათიან ონლაინ კონსულტაციას, იმიტომ რომ სხვა სერვისებზე, ხო, უკვე არ გაქვთ უფლება რომ კითხვა დამისვათ. არის სტანდარტული სერვისები უკვე, ხო, სხვა სერვისები და ერთსაათიანი ონლაინ კონსულტაცია იმით არის უნიკალური და ბევრს მოწონს, ამიტომ რომ რა კითხვებიც გაქვთ, რა თქმა უნდა, ეს უნდა შეეხებოდეს ასტროლოგიას, რა კითხვებიც გაქვთ, შეგიძლიათ რომ პირადად მე დამისვათ, ხო? აი, ზუსტადაც რომ ეს პრივილეგია აქვს. და ჩაწერა თუ გინდათ მეგობრებო ერთსაათიან ონლაინ კონსულტაციაზე თან ახლა 40%-მდე ფასდაკლება გვაქვს მაგ სერვისზე და ყველა სერვისებზე. ამისთვის უნდა მოგწეროთ პირადში და ადმინები გეტყვიან რა თარიღები და რა საათები გვაქვს თავისუფალი, ხო? ამისთვის უნდა მოგწეროთ და სხვა სერვისების ჩამონათვალს მეგობრებო თუ ვერ ნახავთ, ანუ ხშირად ვერ ნახულობენ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ დევს ჩვენს გვერდზე, მოგწერეთ მეგობრებო და ადმინები ჩაგიგდებენ ჩამონათვალს თავისი ფასდაკლებული ფასებით. და კიდევ სეიჯებზე მწერენ მეგობრებო. სეიჯები ამ დღეებში ჩამოგვივა, როგორც წითელი ფერის, ანუ დრაკონის სისხლი ქვია, ამას წითელი ფერის სეიჯია, ანუ შალფეი, ანუ სალვი, ბევრნაირი სახელი აქვს. მალე ჩამოგვივა, კი. და ამავდროულად ჩამოგვივა მეგობრებო ტიბეტური თასები, აი ასეთი კომპაქტური ზომის, აი ბევრს უყვარს ამბობენ რომ წკრიალა ხმა აქვსო. ანუ ტიბეტური თასების მარაგი მალე შეგვევსება და სეიჯების. პალო-სანტო, ანუ წმინდა ხე, ანუ რასაც ვიყენებ მე ყოველდღიურად. მარაგში გვაქვს, ასევე აურის გამწმენდი სურნელოვანი ჩხირებიც გვაქვს მარაგში, მეგობრებო, ჩხირების დასადგამებიც გვაქვს მარაგში და ასევე ფინანსების მოსაზრდი ჩხირებიც გვაქვს მარაგში. და მალე, ანუ ამ დღეებში უკვე შეგვევსება მარაგი სეიჯების და ბევრმა გადაგვადებინა და თუ გადადება გინდათ სეიჯების, ანუ თეთრი ფერის ჩამოვა, თეთრი ფერის არის უკვე კლასიკური კალიფორნიული სეიჯი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა წმენდით რიტუალებში, საკმაოდ მაგიურია და ძლიერი გამწმენდია ენერგეტიკის, თეთრი. წითელი ამ შემთხვევაში გიცავთ ავი-თვალისგან, გიცავთ ნეგატივისგან და ამავდროულად წითელი ფერის სეიჯი უნიკალურია იმით, რომ იზიდავს სიყვარულს. ამიტომ სეიჯების გადადება თუ გინდათ, მეგობრებო, შეგიძლიათ მოგწეროთ და ბევრმა გადაგვადებინა უკვე. გამარჯობათ პირად რუკას რომ ვიკეთებთ თალკე მომსახურება თუ თან გვიხსნით ხო საინტერესო კითხვა რა თქმა უნდა პირადი რუკის შედგენა პლუს ანალიზი ხო ანუ ასე ქვია მომსახურებას გვაქვს როგორც წერილობითი ფორმით ეს ანალიზი ასევე ვიდეო ჩანაწერის სახით და ასევე კონსულტაციაზეც განიხილება ხოლმე ანალიზი უკვე თქვენი პირადი რუკის ამ შემთხვევაში სამნაირი ფორმატია ასე გამოდის. ერთი არის წერილობითი ანალიზი თავისი ახსნების და განმარტებების და რჩევებით, ამავდროულად არის უკვე
ვიდეო ჩანაწერის სახით ახსნები, მე რო ვზივარ ამ ვიდეოში და განვიხილავ თქვენს პირადობას და გაზრდებს რჩევებს და უნდა გადმოწეროთ მე ეგ ვიდეო აუცილებლად და გქონდეთ ან ტელეფონში ან კომპიუტერში. ამავდროულად ერთსათიან ონლაინ კონსულტაციაზეც განიხილება, რა თქმა უნდა, თავის ანალიზით ვერბალურად მე გადმოგცემთ თავისი რჩევებით. ანუ პირადი რუკის გაკეთება ჩვენთან ანალიზს ნიშნავს რეალურად, ხო? ანუ შედგება თქვენი პირადი რუკა კოსმოგრამა და დაიწერება ანალიზი. ან დაუშვათ თუ ვერბალურად გირჩევნებთ, რომ ჩემგან მოისმინოთ ეს ანალიზი რჩევებით, ეს ხდება კონსულტაციაზე. ან თუ გინდათ ვიდეო ჩანაწერის სახით გქონდეთ ეს რუკის ანალიზი, ეს სერვისიც გვაქვს. ანუ რა თქმა უნდა, პირადი რუკის შედგენა ანალიზსაც გულისხმობს და მოიცავს ჩვენთან. ხო, კი ბატონო. ეხლა მერკური პლუტონის დაპირისპირებაც არის და ნარჩუნდება ამ შემთხვევაში მარსთან ერთად და ამან იცის რა? მენტალური შფოთიანობა. რაც ნიშნავს რას, რომ ადამიანებს ექნებათ აი ეს ნეგატიური აზრები. უნდა შეეცადოთ, რომ აი ამ თქვენს ნეგატიურ აზრებს ეს პერიოდი არ აყვეთ საერთოდ, იმიტომ რომ იცის ეს მენტალური შფოთიანობა მერკური პლუტონის დაპირისპირება. და კიდევ ტენდენცია დავუშვათ რაღაცის დამალვის ან ვიღაცამ შეიძლება რაღაცა ბოლომდე არ გითხრათ, ხო, დამალვის, შეფარვის, შემალვის ტენდენცია არის ხოლმე. ამიტომ აი ესეც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ, ხო, ეს პერიოდი, რომ არ აყვეთ ნეგატიურ აზრებს. ეს არის აქ მნიშვნელოვანი. მალე უკვე 25 მაისს შევა სატურნი ვერჯში და მე ამაზე ვსაუბრობდი კიდეც წინა ლაივში, რომ სატურნი შევა ვერჯში მეგობრებო და ვერძებისთვის ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდი დაიწყება უკვე ნამდვილად. კითხავს ნახულობ მეგობრებო. კი ბატონო, ვინც ახლა შემოხვედით მეგობრებო, საუბრობდით პლუტონის რეტროგრადულობაზე, რაც უკვე დაიწყო 4 მაისიდან. ასევე საუბრობდით იმ ასტროლოგიურ ასპექტირებაზე, რაც გვაქვს მაისის თვის განმავლობაში. და კიდევ 40%-მდე ფასდაკლება დაიწყო ჩვენს გვერდზე, მაისის თვის ფასდაკლებები, მეგობრებო, ყველა სერვისს შეეხება ეს და შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ ფასდაკლებით. თუ გაინტერესებთ ყველა სერვისის ფასი და ჩამონათვალი, შეგიძლიათ მოგწეროთ პირადში და ადმინები ჩაგიგდებენ მეგობრებო ჩამონათვალს თავის ფასებით. და კიდევ 12 მაისს გვექნება სავსე მთვარეობა. მე ამაზე წინა ლაივშიც ვსაუბრობდი, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, ხო? გამეორება ცოდნის დედაა. 12 მაისს მოკლედ საკმაოდ ისეთი კონფლიქტური დღეა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სავსე მთვარეობა და სავსე მთვარეობას ყოველთვის ესე იგი ჩვენი ეს ჩრდილოვანი მხარეები მოდის ხოლმე წინა პლანზე, ხო? ეს ნეგატიური ემოციები, შიშები, მაგრამ ამავდროულად სავსე მთვარეობა კარგი პერიოდია იმისთვის, რომ ადამიანმა ზუსტად რომ ეს თავისი შიშები და ეს ნეგატიური მომენტები რომ დაამუშავოს თავის თავში. ამიტომ 12 მაისს არ შევდივართ კონფლიქტში არავისთან 12 მაისს, ხო? და ამავდროულად ვმუშაობთ აი ამ ჩვენს ჩრდილოვან მხარეზე. ანუ ვაკეთებთ ეგრეთ წოდებულ თვით რეფლექსიას. თვით დაკვირვებას ამ შემთხვევაში. ანუ ეს ემოციურად არ არის სტაბილური დღე 12 მაისი და გავითვალისწინოთ, ხო? აი არ აყვეთ პროვოკაციებს, ძალიან ისეთი აგრესიული პერიოდია ხოლმე, როგორც წესი, როდესაც გვაქვს სავსე მთვარეობა. და კიდევ მეგობრებო, პლუტონის რეტროგრადულობა მოიტანს ტენდენციას, რომ შეიძლება იქ გარკვეული სცენარები დაბრუნდეს თქვენ ცხოვრებაში წარსულიდან. და აი მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზეც იქნება ეს, რომ აი წარსულის განხილვა, აი წარსული განხეთქილებების განხილვა, გადაფასება, გარკვეული იმ დროს манипуляციები რაც იყო და რაც იყო ფარული, ეხლა რომ გამოაშკარავდება. ამიტომ შეიძლება აი ძველი
თუნდაც ისტორიული და მნიშვნელოვანი საქმეები, რომ გამოიძიონ ეხლა უკვე ამ პერიოდში წელს, ხო? აი სანამ გვექნება პლუტონის რეტროგრადულობა. ანუ ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას ესე იგი ეს პლუტონის რეტროგრადულობა, მეგობრებო. ამიტომ საკმაოდ საინტერესო პერიოდში ვართ და არ არის მარტივი, რა თქმა უნდა, ხო? იმიტომ რომ 2025 წელი ცხრიანი არის დაძაბულობასთან, ომებთან, ბრძოლასთან, თვითდამკვიდრებასთან კავშირში. ამიტომ ცხრიანის წელი ყოველთვის რთულია ხოლმე, მეგობრებო. ბოლოს გქონდა, ესე იგი 2016 წელი ასეთი. ცხრიანის წელი გქონდა ბოლოს 2016, ხო? და აი 17-დან უკვე საერთოდ ახალი ტენდენციები წამოვიდა, იმიტომ რომ ერთიანის წელი იყო და ეს ყოველთვის ასე ხდება, ხო? რა, 9-წლიანი ციკლებით ცხოვრობს ჩვენ ნუმეროლოგიის თანახმად. და როდესაც არის ეს ერთიანის ციკლი, ყოველთვის ეს ნიშნავს, რომ ახალი ეპოქა იწყება და მართლაც რომ დავუფიქრეთ 2017 წლიდან აი ტექნოლოგიური ცვლილებებიც ჰქონდა, მუსიკალური ცვლილებები, ტრენდები შეიცვალა, მოდა შეიცვალა 2017-დან აქტიურად. ამიტომ ეს ნამდვილად მოქმედებს, რა თქმა უნდა, ხო, ეს ნუმეროლოგიური გამოთვლებიც ასტროლოგიურთან ერთად, ხო? ამიტომ შეგიძლიათ რომ ეს ტენდენცია თქვენს გადაამოწმოთ. აი, დაუშვათ რა პერიოდი დაიწყო თქვენ ცხოვრებაში 2017 წლიდან, ხო? იმიტომ რომ ეს ეხა უკვე წელს დამთავრდება, ხო? და შევალთ უკვე ახალ ეპოქაში, ასე ვთქვათ, ახალ 9-წლიან ციკლში. მთელი კაცობრიობა შემდეგი წლიდან. ამიტომ ეს არის ძალიან საინტერესო, თუმცა ამავდროულად ცოტა დაძაბული პერიოდი ყველასთვის, ხო? იმიტომ რომ რაღაცა რომ სრულდება და იხურება, ყოველთვის ჩვენს ფსიქიკას გაშვება უჭირს ხოლმე, ხო? სანამ შევალთ აი ამ ახალ ენერგიებში და მივიღებთ აი ამ ახალი ეპოქის ტენდენციებს. მართალია რომ 2030 წლამდე სხვადასხვა ომები გველისო. საინტერესო კითხვა. ზოგადად უკვე წელს გველის სხვადასხვა ომები და მიმდინარეობს კიდეც უკვე ეს ინდოეთსა და პაკისტანს შორის გომბავენ ერთმანეთს, ეს ომია, აბა რა არის, ხო? არის და მე ვთქვი კიდეც 2025 წლის პროგნოზში იქ ვახსენე, რომ სხვადასხვა ლოკალური დაპირისპირებები და ომები მოსალოდნელი იქნებოდა. ამიტომ ეს გასაკვირი არ არის. და რა თქმა უნდა, მოსალოდნელია ომები, თუმცა რაოდენობას ხა ზუსტ ნამდვილად ვერ გავიგებთ და ვერ დავასახელებთ, ეს უკვე თავად კაცობრიობაზე და კაცობრიობის ვიბრაციებზე და ცნობიერების დონეზეც არის დამოკიდებული, ხო? რამდენი იქნება, ხო? რა თქმა უნდა, ახლა ვისურვებდი, რომ ყველამ უცბად გამოვიღვიძოთ და აღარ იყოს ეს დაძაბულობა და კონფლიქტები, მაგრამ სამწუხაროდ ეს უტოპიაა ამ შემთხვევაში. ახლა ეს კურუების პერიოდია, მეგობრებო, ხო და მიწის ნიშნების ენერგიებია ახლა, ხო? დამიწების ენერგია, ამიტომ ზოგადად მზე რომ გვაქვს ხოლმე მიწის ნიშანში, ძალიან კარგი რომ გახვდეთ ბუნებაში, თუნდაც გაიაროთ ამ მიწაზე, ხო, აი სხვადასხვა თერაპიული ნაწილია, ესეც რომ აი ფეხში შველი რომ გაივლით აი ბალახში დაუშვათ მიწაზე, ხო? ბუნებაში. ეს თერაპია არის ამ შემთხვევაში დამიწება ქვია ამასაც ეზოთერიკაში და როდესაც მზე გვაქვს კუროში, ან მზე გვაქვს თხისრქაში, ან მზე ქალწულში, ხო, მიწის სტიქიის ენერგიები რომ მოდის სოლარულად, კარგია დამიწება. კარგი არის აი ფიზიკური მუშაობა, ხო, აი გონებრივი მეტალური პროცესების ჩართვა, აი დამიწება, ხო, აი კარგია ყველასთვის ახლა. სხვადასხვა. ამიტომ თუ შეგიძლიათ რომ დავუშვათ გახვიდეთ ქალაქ გარეთ, თუ გაქვთ ამის საშუალება და დრო, ძალიან კარგია ახლა იმ ზერო კურუშია კავშირი ბუნებასთან. იმიტომ რომ აი ზუსტად
ბუნებასთან არის კავშირში მეგობრებო კურო და სხვადასხვა დედამიწის დაბადების დღე თვითონ აღინიშნება 23 აპრილს მეგობრებო. და ითვლება რომ დედამიწა კუროა. საინტერესო ფაქტი. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწიერი ნიშანი. სტაბილურობასთან და ჰარმონიასთან კავშირში. და კიდევ მეგობრებო, კარმულ ურთიერთობებზე ვსაუბრობდი ინტერვიუში და საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია სხვადასხვა კომენტარებში და ზოგმა ვერ გაიგო მაინც რა არის კარმული ურთიერთობა, ზოგი ვერ მიხვდა რომ მაინც 9.5-10 წელი რატო სხვაობა და ასე შემდეგ და საკმაოდ საინტერესო თემაა რა თქმა უნდა კარმული ურთიერთობები და განსაკუთრებით ეს ბოლო წლები ცნობიერების დონე რო გაიზარდა ადამიანებში და რო დაფიქრდნენ საერთოდ აი პარტნიორულ ურთიერთობებზე, პირად საზღვრებს და ფსიქოთერაპია, ფსიქოლოგიაც და ამავდროულად ასტროლოგია რო შემოვიდა აქტიურად ყველა ცხოვრებაში, უფრო წინ წამოიწია ამ საკითხმა, ხო, აი რა არის კარმული ურთიერთობა. თუმცა ეხლა ყველანაირ ურთიერთობას კარმულს ეძახიან და ეს არ არის სწორი რეალურად, ხო? კარმული, აი ტერმინი კარმა ნიშნავს ვალს და ვალდებულებას. ამიტომ ამ შემთხვევაში კარმული ურთიერთობა არის ურთიერთობა, სადაც ჩვენ გვაქვს დაუშვათ ვალი ერთმანეთის ასტრალურ პლანზე კარმულად, ხო, ჩვენ გვაქვს ვალი და უნდა დავუბრუნოთ ეს ვალი ერთმანეთს და ამავდროულად კარმულ ურთიერთობას აქვს ესეთი ფუნქცია, რომ ჩვენ გვასწავლოს, ხო, ანუ ეს იყოს სერიოზული გაკვეთილი ჩვენთვის ერთგვარი ტრიგერი, რომ ჩვენ დავამუშაოთ ის მხარეები, რაც დასამუშავებელია კარმულად ჩვენს თავში. ამიტომ აი კარმული ურთიერთობა არ არის მაინც რაღაცა ისეთი, რისიც უნდა გვეშინოდეს. იმიტომ რომ კარმული ურთიერთობა ჩვენ გვზრდის, აი სწორედ თუ მივიღებთ აი ამ კარმული ურთიერთობის გაკვეთილს, იმიტომ რომ კარმული ურთიერთობა ისევე როგორც ნებისმიერ სახის ურთიერთქმედება და ურთიერთობა სულების ამ პლანეტაზე, ეს არის გაკვეთი. ჩვენ ვსწავლობთ, ჩვენ მოვედით პლანეტაზე იმისთვის, რომ ვისწავლოთ, გავიზარდოთ, მივიღოთ გამოცდილება ყველანაირი რეალურად და ამას არ აქვს საზღვარი რეალურად, ხო, ანუ დედამიწა ამიტომ არის უნიკალური რეალურად, რომ აქ არის პოლარული ენერგიები, არის შავი, არის თეთრი, არის ნეგატივი, არის პოზიტივი და აქ როგორც შეიძლება რომ სერიოზულად დეგრადირდეს სულიერად, ამავდროულად შეიძლება რომ გასხივოს უნდა კიდეც, ანუ საკმაოდ დიდი ტრამპლინია სულებისთვის დედამიწა. ისეთი შუალედური პლანეტაა და სხვათა შორის ითვლება კიდეც ესეთი კონსპირაციული თეორია არსებობს ახლა. თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ მე ნახოთ, მე მაქვს მაგაზე ვიდეოებიც, აი სულის კონტრაქტები ქვია ვიდეოს და დევს ჩვენს Facebook-ზეც და YouTube-ზეც, ხო, ეს სულის კონტრაქტებს რო ჩაწერთ, ამოაგდებს. და ზუსტად იქ ვსაუბრობდით აი სულის კონტრაქტზე, ხო, აი რა კონტრაქტს რო ვაფორმებთ აქ მოსვლამდე და საკმაოდ საინტერესო საკითხია, აი დოლორეს კენონს აქვს უამრავი წიგნი ამაზე და უამრავი თეორია და სემინარები 2 საათიანი, 3 საათიანი, ну ძალიან საინტერესო თუ გაინტერესებთ ეს სიღრმისეული საკითხები. და ითვლება ზოგადად აი დოლორეს კენონიც ამას ამბობდა, რომ არ არსებობს ჩვენს galaktikაში დედამიწაზე უფრო რთული პლანეტა, ძალიან რთული პლანეტაა. მძიმეა, რთულია და სულები ერიდებიან აქ რეინკარნირებას, იმიტომ რომ აქ არის ტანჯვა, აქ არის ნეგატივი, აქ არის დესტრუქცია, აქ არის არაინფორმირებულობა. ამიტომ არ რთული. მაგრამ საინტერესოა. ხო. ძალიან სიღრმისეული საკითხია და თუ გაინტერესებთ კიდევ ეს თემა და ის სულის კონტრაქტებზე კიდევ ორი ნაწილი მიდევს. აი მესამეც თუ გაინტერესებთ რომ ჩავწერო, დაპლიუსდით რომ გინდათ მესამე ნაწილი. იმიტომ რომ ძალიან აი კონტროვერსიული საკითხია, ეხლა ბევრს არ ესმის, ზოგს დავუშვათ არ ჯერა და ნუ ესეც ნორმალურია, ხო? და ყველა ვერ გაიგებს, ყველა ვერ გადახარშავს, არ არის მარტივი ინფორმაცია, ხო? და ქართულ სივრცეში მე მგონი არც არავინ არ საუბრობს დიდად სულის კონტრაქტებზე, ანუ ეს მე ვსაუბრობდი ამაზე, ხო? თუ გაინტერესებთ, შემიძლია კიდევ ჩავწერო მესამე ნაწილი სულის კონტრაქტების. ორი ნაწილი ჩაწერილი მაქვს დევს. და პირველმა განსაკუთრებით ის დიდი გამოხმაურება მოიტანა, იმიტომ რომ გარდაცვალებაზე ვსაუბრობდით და იქ სულის კონტრაქტებზე. მოკლედ ძალიან საინტერესო ვიდეოა და საინტერესო თემატიკაა ნამდვილად.
თუმცა ეს თემა არ არის მეინსტრიმი, რა თქმა უნდა. ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი ეს ინფორმაცია და ეს ცოდნა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ მერწყულის ეპოქაში რომ ვართ, ასეთი ინფორმაციის არ უნდა გვეშინოდეს უკვე პირიქით, უნდა მიეჩვიოს ჩვენი ფსიქიკა მსგავს ინფორმაციებს, ხო? საკმაოდ საინტერესოა. ჩაწერეთ, კი ბატონო, საინტერესოა, ესე იგი თქვენთვის. რაც უფრო მეტ კომენტარს დააგროვებს ეხლა და მე ბევრ პლუს, მით უფრო სწრაფად ჩავწერ. ამიტომ გააზიარეთ ლაივი, მეგობრებო, რომ მეტი დაპლუსთ. ფასიანი, რა არის ფასიანი გააჩნია, რას კითხულობთ კონკრეტულად? ვერ გავიგე კითხვა. ვხედავ პლუსებს, ვხედავ, საინტერესოა. კარმა, ხოდაშორის ამ თემას ეხება ის სკანდალიც, რაც მოხდა ახლა ინტერნეტში, ეს ხო შემიძლია თქვა პრინციპში, ხო ეს თიკა ჯამბურიას სიმღერა რომ არის კარმაზე. ეს სტროფია ასეთი რა, აურა, მძიმე აურა, ყველა ისე ცხოვრობს, როგორც დაიმსახურა და ამან ძალიან ისეთი ნეგატიური კომენტარები ააგროვა და ხო საინტერესო თემაა კარმა ზოგადად და ყველას ინდივიდუალური მიდგომა აქვს კარმაზე, ინდივიდუალური აღქმა. ისეთი რეზონანსული თემაა ახლა კი და შემოხვდა კიდეც TikTok-ზე ბევრი ვიდეოა ამ საკითხზე, ყველამ კომენტარი გააკეთა და ძირითადად მაინც ნეგატიური გამოხმაურება მოიტანა ამ საკითხმა. იმიტომ რომ ახლა მეინსტრიმი არ არის მაინც კარმა. ახლა ხან შემოვიდა ეს ტერმინი საერთოდ ჩვენთან, ხო, ასე ფართოდ საქართველოში და უმრავლესობა ვერც ხვდება რა არის კარმა და ამიტომ ძალიან ისე მწვავედ მიიღეს ეს სულის კონტრაქტები. სულის კონტრაქტები ფასიანი არ არის. სულის კონტრაქტებზე ვიდეო მიდევს. მე არა. თუმცა მე სემინარებს თუ გადავწყვეტავ მეც რომ გავაკეთო სემინარები, შესწავლა დავუშვათ ამ საკითხის, ეგ ნახოთ, ეგ სამომავლო პერსპექტივა. მე შეიძლება ეგ სიღრმისეულად თუ დაგაინტერესებთ შესწავლა დავუშვათ ამ საკითხის, შეიძლება რომ მე სემინარებიც გავაკეთოს და სავარაუდოდ იქნება ფასიანი. თუმცა ეხლა ვიდეოები არა, ვიდეოები ფასიანი არ არის. სულის კონტრაქტებზე. ბევრ პლუს ხედავ, ძალიან კარგი. ხო, მეგობრებო, ვინც ახლა შემოხვედით, საუბრობდით ესე იგი პლუტონის რეტროგრადულობაზე, შევინახავთ ამ ლაივს აუცილებლად, კარმასაც შევეხე მერე. თემა მოიტანა და განწყობა. და კიდევ 40%-მდე ფასდაკლება გვაქვს, მეგობრებო, ყველა ასტროლოგიურ სერვისზე, თუ გინდათ შეკვეთა რომელიმე სერვისის, მოგწერეთ პირადში, ხო? ან ერთსათიანი ონლაინ კონსულტაცია პირადად გასაუბრება ჩემთან თუ გინდათ, ხო? და ჩემი არჩევების მიღება. ამავდროულად, ეხლა მეგობრებო, მარაგში გვაქვს ფინანსების მოსაზრდე ჭხირები, პალოსანტო წმინდა ხე, რამდენიმე დღეში გვექნება სეიჯებიც წითელი და თეთრი, დასადგამები გვაქვს ჭხირების და აურის გამწმენდი ჭხირები გვაქვს მარაგში და ტიბეტური თასის მარაგიც შეივსება და ტრადიციულად მეგობრებო დავუკრა ამ ჩვენს ტიბეტურ თასზე. ასეთი კომპაქტური ზომის ჩამოგვივა ამ დღეებში. ბევრმა გადაგვადებინა და თუ გსურთ შეძენა, გვაქვს საკურიერო. დავუკრავ ახლა ტრადიციულად.
თან დაწერეთ, რომელ ჩაკრაზე გრძნობთ ვიბრაციას. უკვე სამსამთვარეობაც გვიახლოვდება, მეგობრებო, 12 მაისს. და გავაკეთოთ წმენდითი რიტუალები, გაიტანეთ ნაგავი სახლი და გაწმინდეთ სახლი და მაქსიმალურად კონცენტრირდით წმენდაზე, ხო? არაცნობიერის გაწმენდა. ამისთვის იდეალური დღეა 12 მაისი, რომ შიდა კონფლიქტები რაც იჩენს თავს, რომ არ დავაიგნოროთ, დავაბალანსოთ, ამ შემთხვევაში არ დავახშოთ, დავაბალანსოთ, გავიაზროთ, ხო? ამიტომ მე საკუთარ თავზე და საკუთარ ემოციებზე სამუშაოდ იდეალური დღეა სამსამთვარეობა ყოველთვის. რაც შეეხება წამოწყებებს, ამ შემთხვევაში მანიფესტაციებს უფრო კარგია ხოლმე ახალმთვარეობაზე. იმიტომ რომ ეს მზედამთვარე, ორი მასტოდონტი პლანეტა, ამ შემთხვევაში ცნობიერი და არაცნობიერი დგება ხოლმე ერთ ნიშანში და შეერთებას გვაძლევს და ეს იდეალურია იმისთვის რომ ჩვენ ჩავიფიქროთ სურვილი. ხო, ანუ ერთგვარი პორტალი იხსნება კოსმიური იმისთვის რომ ჩავიფიქროთ სურვილები. და სამსამთვარეობაზე უკვე წმენდა არის კარგი. და არა უყვეთ პროვოკაციებს, ხო, იმიტომ რომ მაინც აგრესიული დღეა როგორც წესი. და ჩანაწერს მეგობრებო შევინახავთ აუცილებლად, ვინც ვერ დაესწრო რომ ჩანაწერი ნახონ ლაივის.